მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატას Special Gamer-ი. ამ ვიდეოში იხილავთ ზომბი აპოკალიფსის მეოთხე ეპიზოდს. თუ მოგეწონებათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ვიდეო. დიდი ხანია დავდივართ წინ, დავიღალე, ძმაო შენ რა სიტყვი? რავი, მეც დავიღალე, მაგრამ ნახოთ რა იქნება რა ეს. წავწინ ვაიაროთ. ვაიმე, ძმაო. ეს რა ადგილია? არ ვიცი. და რა ხდება? მოდი ცხენები, აი ესე დავტოვოთ ცხენები. ძმაო, თხილად შევიდეთ. ძმაო. ძმაო, მოდი შევიდეთ, ნახოთ რა ვითარებაა შიგნით. ვა! თუ ავსტები ეს არმორების მაღაზიაა, ხო ძმაო? რა სიტყვი, ჰა? დანა არის ძმაო. ვა! რა ოპა, აქ არმორებიც არის, ძალიან კაი. მოდი ძმაო, ცოტა მოვიხოდოთ რაღაც. პატარა გაძლიერება არ გვაწყენდა. ავიღო მოდი ეს. რა კაი გაძლიერება გვაქვს, ძმაო, რა სიტყვი? დავდგა ეს თავის ადგილას და მე კიდე შევიდეთ საწყობში. ეგა არმორიც ავიღე. ძმაო, ვაიმე. ძმაო, მე უკვე full diamond-ი ვარ. შენ თავზე რა სიტყვი? შენ კინის. კაი, ძმაო, მოდი ახლა შევიდეთ აქ და ვნახოთ რა ვითარებაა შენით. თან უკვე დაღამებულა ამასობაში, რა მალე დაღამდა. მოდი გავიდე და ვაიმე. ეს ზომბი რატო დგას იქით? ეს რაღაც სხვანაირი ზომბია, ძმაო, ხო არ იცი ეს ზომბი? ჯიშის არის. ეს არის ჰასკი, ძმაო, უდაბნო ზომბია. და თითქოს და მგონი ეს ზომბი მზეში არ იწვება? თუ იწვება? არა. ვაიმე, ესე იგი ახალი ზომბებიც არიან? ეგრე გამოდის. მოვკლათ მაშინ, მოკვდი, გავანადგურებ. ვაიმე, ზომბები. ესეც. დამეხმარეთ, მიშველეთ. საიდან ისმის ხმა? მგონი აქედან მოდის, ხო ხმა? კი, მგონი აქედან მოდის. ვიცი, აქეთ დავზვერო, მანამდე რა ხდება, დავზვერო და შემომოწმე. ქალბატონო, აქ რა გინდათ? მეხმარეთ, მიშველეთ, ზომბებმა გამომკედეს. უბრალოდ მე წამოვედი და ვიმალებოდი აქ სკივრები დავალაგე, რომ არ დავენახე. ქალბატონო, გამოდით ახლა უკვე უსაფრთხოდ ხართ და გიო ძმაო, რა სიტყვი დავრჩეთ დღეს? დავრჩეთ აქ ჯობია. ვერჩი დამიდექით, ვერჩი დღეს და მე უკვე უნდა წავიდე აქედან. აქ ვიყავი დავალული, რომ დღევანდელი ღამე გადამეტარებინა. მადლობთ ქალბატონო და ისე ეს არმორები რომ ავიღეთ, გვჭირდებოდა რომ იცოდეთ უკვე მიხვდებოდით თქვენს და რავი, დავიტოვებთ რა თუ არაა პრობლემა. არ არის პრობლემა და ისედაც უნდა წავიდე მე ამ მაღაზიას მე ვეღარ ვამუშავებ, აქ ძალიან ცუდი მდგომარეობაა და წავედი უკვე აქედან მე. სხვა რაღაცა საქმეს უნდა მივხედო. კი ბატონო, ქალბატონო, და აქ მგონი დანაც არის და რავი, დანაც წაიღებთ ხო ალბათ თქვენ? მე წავიღებ, დამჭირდება რა, თუ არ ჭირდება, თუ გჭირდებათ აიღეთ, არ არის პრობლემა. არა, დანა გვაქვს ქალბატონო, რავი, ალბათ რავი თქვენ არმორებსაც კი წაიღებთ მგონი. არმორსაც წავიღებ, ჩავიცმევ რა. რაც დარჩა. კარგით ქალბატონო. იმ საწყობში შევიდე, ძალიან ბევრი ზომბები არიან, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ვაიმე, ძმაო, შევამოწმოთ. ჰა? ძმაო, მაინც ძმაო, არ გააღო, მე უნდა გავრისკო. ვაიმე, რა ხდება? ვაიმე, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ტყუიები გამითავდა, ხმელეთ უნდა შევებრძოლოთ. ვაიმე. არა უშავს ძმაო. დაკეთე გარები და იარაღს გადავდე. სად არიან? მეტი აღარ არიან. ვაიმე. ძმაო, აქედან შემოვიდნენ ზომბები აშკარად. გამტრეული ყოფილა. ვაიმე, მოწავალ ქალბატონ შევალტყობინებ მაინც.
ქალბატონო, იქ თურმე გატეხილი ყოფილა ბლოკი, მაგაზე რას იტყვით? იცოდით თქვენ ეგ თუ არა? აღარ დავგვირებიორ, გადახილია მაშინ იქ აღარ შევა. ხო, უსაფრთხო უკვე აღარ არის. უსაფრთხო არის ამ ოთახში აი ამხარეს, მაგრამ რა ვიცი, თქვენ თუ უნდა წახვიდეთ, რა ვიცი, აბა თქვენი საქმის თქვენი. ჩვენ კიდე დაგიდგებით გვერდში, მე და ჩემი ძმა გიორგი, არაა პრობლემა. გაიხარეთ. აბა საკუნე იყო თქვენ სხვა აკაპირებთ უკვე დარჩენას რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით და მაგრამ მაშინ დამიდექით გვერდში ერთ ესეთ მეტ დამიცვით თუ რაღაცა იქნება მე თავსაც დავიცვალ და ამ ღამეს გადავატარებთ ერთად და ხვალ უკვე წავალ. კი ბატონო, ქალბატონო, საჭმელი ხო არ გინდათ ისე რაღაც ხორცი, პურმარილი. კი. აი გავამართვით და აგერ აიღეთ, აი ქალბატონო. ქალბატონო, ჭამეთ ხო უკვე თქვენ 3 თევზი, ძალიან ხშირებიათ? კი. ხო არ გინდათ კიდე მოგცეთ, არ მოგერიდოთ პური ან რაღაცა. არა, დავუყრდი უკვე. კაგით, მაგრამ თქვენ მაინც უნდა იმოგზაუროთ ახლა აი რაღაც სულგზებზე, აჰა ეს ერთი პური და ეს კიდე ერთი ხათმის ხორცი. მადლობა. არაფერს ქალბატონო. ქალბატონი როგორ ჩანს წავიდა. ვაი, მესობობა შემოძრა. ვაი, მეს რა ხდება? ნუ ის ქალბატონი, რავი, ხო მხრიდან წავიდა ძმაო, მე მახსოვს რომ რავი, აქედან წავიდა, იმიტომ რომ წინ ბევრი ზომბები იყვნენ და ხო, აქედან წავიდა მგონი. ხო, აქედან წავიდა. კაი, ძმაო, მაშინ ჩვენს დავტოვოთ ადგილი და რავი, ცხენებს გავუხედოთ ერთი. ნახოთ რა ხდება. მე და დავკარგეთ ცხენები ბოდიში ძმაო. ეს რა ხდება ძმაო? ეს რა არის? ბიჭო, აქ რა ხდება? ძმაო, ზომბებმა ცხენის ჭამა დაიწყეს? არ ვიცი. როგორ ჩანს კი ძმაო? ვაიმე. არა, ძმაო, ზომბები ცხენს მგონი, ზომბები ცხენს არ ჭამენ მგონი. ძმაო, ბიჭო, ჩვენ წინამდე ხო ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ წინა ხო არია და ყველაფერს აკეთებენ, რომ რაღაცნაირად შემოგვიდიონ და არ ვიცი, ეთყობა მოკლეს ცხენები. კი არ ჭამეს, მაგრამ მოკლეს. მართალი ხარ ძმაო, კი მართალი ხარ. დიახ, მაგრამ ნუ იდეაში მართალი ხარ და მაშინ ძმა უნდა გავუყვეთ გზას და გავაკეთოთ სხვა გზა, არა ყავს უკვე ცხენები. ხით მოგვიწევს წასვლა. ფეხი წასვლა დავიღლებით ძმაო. რამე მაშინ უნდა ძმაო, მე ერთი გეგმა კი მომაფიქრდა. ვიშოვოთ ხეები, ყველაფერი ვიშოვოთ, ავაშენოთ ბაზები, ჩვენი ბაზა ავაშენოთ და იქ შევიფაროთ უსახლკაროები. უსახლკარო, ვინც გადაურჩა ამ ყველაფერს და რავი, ჩვენთან ვაცხოვროთ. არა სიტყვი. კაი აზრი. მაშინ ძმაო, ავაწყოთ ტერიტორია. ვერ კი ვიღაცები მივიღოთ და რავი ძმაო. რა სიტყვი. კაი აზრი. და რავი, რადგან შენ ხარ ჩემზე უფროსი ლიდერი, შენ იყავი. კაი ძმაო, როგორც გინდა. ან ორივე ვიყო და უკვე წვიმამას დაიწყო როგორ ჩანს. ორივე ვიყო ჯობი. კარგი, ძმაო, ეხლა ძმაო გეგმაში მაქვს რომ ჩვენ წავიდეთ. ამ უკვე ზომბი მოდის. კაი ძმაო, ამ ხარეს წავიდეთ და ესე წინ ვიარო. ძმაო, მალე წავიდეთ, დრო აღარ არის. ესე იგი, მეგობრებო, ეს იყო ზომბი აპოკალიფსის მე-4 ეპიზოდი. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, და ლაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.